აქ სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე გვექნება საუბარი და იმ მიდგომებზე, რაც აუცილებელია აი ამ წლევანდელ წელს გავატაროთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აქვთ უკვე შინაგანი მზაობა ცოდნის მისაღებად. ძალიან ხშირად თავად კარნახობენ საკუთარ საჭიროებებს. ამიტომ აუცილებელია მოსმენა და მათი ინტერესების გათვალისწინება და ეს არის ყველაზე კარგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზამკვლევი ნებისმიერი პედაგოგისთვის, რათა ეფექტურად მოარგოს ბავშვების მოთხოვნებს სასწავლო პროგრამები და სასწავლო გარემო. ეს არ არის ადვილი, თუმცა არც ისე რთულია. მინდა ვთქვა, რომ ამ ასაკში ცოდნის მიღების ყველაზე ეფექტური ხერხი არის თამაში, რადგან თამაში არის ბავშვებისთვის გასაგები ენა და მისაღები ფორმა. ბუნებრივია გარემო, სადაც ბავშვები იმყოფებიან, უნდა იყოს მათზე მორგებული, ამიტომ შევუქმნათ მათ ისეთი გარემო, სადაც ისინი არა მხოლოდ კომფორტულად იგრძნობენ საკუთარ თავს, არამედ განვითარებისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარჩვევებს შეიძენენ. მინდა გავამახვილო ყურადღება სასწავლო რესურსზე. სასწავლო რესურსი კიდევ უფრო ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც მათ შექმნაში მონაწილეობას თავად ბავშვები იღებენ. თანატოლებთან ურთიერთობას და თანამშრომლობას სწავლობენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამავე დროს ახალ შემოქმედებით უნარჩვევებს იძენენ. სკოლა ბავშვებს ახალ გამოწვევებს თავაზობს, ამიტომ ამ დროისთვის მათ უკვე უნდა გქონდეთ შემუშავებული ცოდნის მიღების საკუთარი მეთოდი და სტრატეგია. და ამიტომ საბავშვო ბაღში მიღებული, შექმნილი წიგნიერი გარემო მათი სასკოლო ცხოვრების გამსაზღვრელი იქნება.